დღეს ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალი მიმდინარეობს. საგარეო საქმეთა მინისტრები სხვა საკითხებთან ერთად საქართველოში არსებულ ვითარებასაც განიხილავენ. შეხვედრის დაწყებამდე მინისტრებმა და ევროკავშირის მაღალჩინოსნებმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მხარს ქართველ ხალხს უჭერს, თუმცა არა ქვეყნის ხელისუფლებას. რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ოანა სილვია ცოიუმ აღნიშნა, რომ ქართველი ხალხი ევროპულ ოცნებასთან არის დაკავშირებული, თუმცა ამისთვის რეფორმებია საჭირო. ლიეტუვის და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა კი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ სანქციების დაწესებაზე ისაუბრეს. ჩვენ ასევე განვიხილავთ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. ჩვენი მიდგომა ამ საკითხში ძალიან მტკიცეა. ჩვენ ქართულ ხალხს ვუჭერთ მხარს, მაგრამ არა საქართველოს მთავრობას, რომელიც არასწორი მიმართულებით მიდის. რაც შეეხება საქართველოს მთავრობას, ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ ეს გზა, ოპოზიციის რეპრესია, მედიის შეზღუდვა და მიღებული კანონები ჩვენთვის მიუღებელია. ამიტომ ჩვენ იქ რეალური პროგრესი უნდა ვიხილოთ. ერთ წელზე მეტი გავიდა, რაც ლიეტუვამ სანქციების ინიციატივა გამოთქვა ევროკავშირის დონეზე დაწესებისთვის და ეს სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა ისევე როგორც ჩვენ ეს ეროვნულ დონეზე გავაკეთეთ. ახლა კი ერთი წლის შემდეგ საქართველოში დემოკრატია კიდევ უფრო იკლებს. ეს არის შედეგი. ჩვენ ძალიან დავაგვიანეთ და ძალიან ნელა ვიმოქმედეთ. საქართველო კანდიდატი ქვეყანაა, მათ ვალდებულება აიღეს დემოკრატიული სტანდარტების დაცვაზე და ეს ვალდებულებები უნდა შეასრულოთ. თუ ისინი ამისთვის მზად არ არიან, მაშინ ჩვენ უნდა დავსვათ საკითხი ასოცირების, შეთანხმებისა და კანდიდატის სტატუსის შესახებ. ჩვენი აზრით ევროკავშირმა ასევე უნდა დააწესოს პირადი სანქციები ქართული რეჟიმის წინააღმდეგ, კონკრეტულად იმ პირების მიმართ, რომლებიც დემოკრატიას ნამდვილად არღვევენ. ესტონეთი ამას ინდივიდუალურად უკვე აკეთებს. ეს ბევრჯერ ვთქვი და საგარეო საქმეთა მინისტრთანაც ზუსტად იგივე გზავნილი მქონდა. ჩვენ გვჯერა, რომ ქართული ხალხი ევროპულ ოცნებასთან არის დაკავშირებული. კვლავ განვაცხადე, რომ დიალოგი უნდა განახლდეს, თუმცა ამისთვის რეფორმებია საჭირო. ოპოზიციის ლიდერები, რომლებიც პატიმრობაში არიან, უნდა წარდგნენ ნამდვილი სასამართლო სისტემის წინაშე და არა სასამართლო სისტემის წინაშე, რომელიც დემოკრატიულ პროცესებში ჩარევის იარაღად გამოიყენება. ისაუბრეთ უსაფრთხოებაზეც. ჩემი საუბრის მთავარი პერსპექტივა დაკავშირებადობა და ღია დიალოგი იყო. ჩვენი შესაძლებლობა შევქმნათ პრორუსული გავლენის პროევროპული ალტერნატივა. ეს არის წინსვლის გზა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს საკითხი გვაქვს დღის წესრიგში. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს ქართულ კოლეგებთან მუშაობა, ისევე როგორც უფრო ფართოდ რეგიონში, რათა ჩვენ გავაგრძელოთ ევროკავშირისკენ მიმავალი გზის მხარდაჭერა. ირლანდიაში საქართველოს ბევრი მოქალაქეა და მათთანაც ვმუშაობთ. ჩვენ უნდა უზრუნველყოთ, რომ ვიყოთ ჩართულები. როდესაც არსებობს მკაფიო გამოწვევები, ჩვენ ვმუშაობთ მთავრობასთან. ფოკუსირებულები ვართ, რომ აუცილებელია რეფორმები და რომ ის ცვლილებები, რომლებიც უნდა განხორციელდეს, პრიორიტეტს წარმოადგენს მთავრობისთვისაც. ლუქსემბურგში მიმდინარე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალს და გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება მმართველი გუნდი. დრო არის, რომ გაიაზრონ მათ, რომ ის რითაც თვითონ დააზიანეს საქართველოში დემოკრატიული პროცესი, დაანებონ საქართველოს, ასე თქვათ, დაბრალებას, რომ საქართველო ან მისი ხელისუფლება დემოკრატიულ პროცესს აზიანებს. მათ ყველაფერი გააკეთეს სამწუხაროდ იმისათვის, რომ საქართველოში ქაოსი და რევოლუციური სიტუაცია გამოეწვიათ. რაც შეეხება დემოკრატიას, ხო? კარგი იქნებოდა მათ, რომ 2024 წლის არჩევნებისათვის თვალი გაესწორებინათ, არ დაებრმავებინათ თვალი და ქუჩაში გამოსული დემონსტრანტებისათვის ტაში არ დაეკრათ სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის, ასე ვთქვათ, ცდილობების დროს. როდესაც ჩვენ საუბრობთ, რომ სამწუხაროდ ევროკავშირის ბიუროკრატიაში ევროპის ნასახიც კი აღარ არის, მათ შორის ესეც მეტყოლებს, რომ როდესაც კაია კალასი საუბრობს, რომ თითქოს არსებობს ცალკე ხალხი და ცალკე არჩეული ხელისუფლება, ეს მთავარ ფუძემდებულ პრინციპს, რომელზეც დგას დასავლური ცივილიზაცია, რომელიც არის დემოკრატიის საწყისი, რომ ხალხი იღებს გადაწყვეტილებას და ხალხი ირჩევს თავის ხელისუფალს, ამ ყველაფერს პირდაპირ ფეხქვეშდელავს. თუ მას წარმოუდგენია, რომ გარედან უნდა იყოს დანიშნული ვინმე, რომელსაც ხელისუფალი ან კარზე წარწერა ეკნება, ეს რა თქმა უნდა არ გამოვა.